უნდა ვეძებოთ უფალი და მისი ძიება და მისი პოვნა ეს კიდე ცალკე თემაა, რა მდგომარეობაში და მოხვიდე, რა მდგომარეობაში და მოვიდეს შენი გული, რომ მას წმინდა ეწოდოს, იმიტომ რომ რამე თუ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით და რამე თუ მათ ღმერთი იხილო. რა არის ეს, რას ნიშნავს ეს? და აი ამ ძიების მდგომარეობაში უნდა ვიყოთ და თან არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დღე, ყოველი წირვა, ყოველი ლოცვა შეიძლება იყოს ბოლო. ბოლო, აი დღეს მოვდიოდი წირვაზე კიდევ ერთხელ ვფიქრობდით, ეს ბოლო წირვაა. ბოლო წირვაა, მეტი წირვა აღარ მექნება. და არ იქნება ერთ დღეს ესეთი, შეიძლება ეს დღე კიდე დღეს იყოს. და როდესაც ამას ამბობ და განაწყობ საკუთარ თავს, რომ იმსახურო ბოლო ჯერ და მეტი აღარ გექნება არასოდეს, იმიტომ რომ უნდა გარდაიცვალო, აღმოაჩენ რომ სავალალოდ არაფერი მაინდა-მაინც არ იცვლება, რაღაც განსაკუთრებული სიმდაბლით, განსაკუთრებული გულმხურვალებით, განსაკუთრებული მჭრეტელობით, განსაკუთრებული კონცენტრირებით არ გამოირჩევა შენი ლოცვა, შენი მსახურება. რაც იყავი ისევ ესახარ, ანუ ის, რომ ესე მარტივი არ არის მოხვიდე იმ მდგომარეობაში, რომ ღმერთმა გითხრას მე შენ გიცნობ. ესე მარტივი არ არის ის მდგომარეობა, რომ აღმოჩნდე ცნობელი და ურთიერთობაში მყოფი ღმერთთან. ვიწრო კარიბჭეს ძიება ძალიან რთულია და როცა იმას იპოვი, კიდე შესვლაც უკვე პრობლემური და ადვილი არ არის. თუ ეს ვერ დავინახეთ და თუ აი ძალიან ეს რბილად უყურებთ სულიერ ცხოვრებას, მერე იმდენი რამე შემოდის ჩვენ ცნობიერებაში, რომელიც დაგვაფკოლებს, მოგვაცდენს, გვერდზე გაგვახედებს, როგორც ხდება ხოლმე. ღმერთი მინდა იმიტომ, რომ რაღაცა, ღმერთი ხდება საშუალება, ასე დროს უკვე მერე ეკლესია ხდება საშუალება. თორე ცოდვა, თავისთავად, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. ცოდვა არ აბკოლებს, ხო? და რადგან როცა ღმერთი ხდება საშუალება და ეკლესია საშუალება, და მე უკვე ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ვწყდები და საშუალება ნიშნავს იმას, რომ მე მინდა რაღაცის მოგვარება, თუნდაც ანგარებით, თუნდაც უანგაროთ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა რაღაცის მოგვარება და ღმერთი მხოლოდ ამის საშუალება, მე უკვე ვეღარ ხვდები ღვთისნება რა არის. ვეღარ ხვდები ღვთისნება რა არის და უკვე ღვთისნებით, ღვთისთვალებით კი აღარ უყურებ სამყაროს, არამედ სამყაროს უყურებ ჩემი სიმართლით, ჩემი თვალებით და რას დაინახავ ხე ჩემი თვალებით და ჩემი სიმართლით სამყაროს რო შევხედავ, რას დავინახავ, როგორ ფიქრობ? პირველ რიგში დავინახავ ცუდ ადამიანებს, ცოდვილ ადამიანებს და ცოდვილად ჩემსაც ვერა და სხვებს ავინახავ.